ჯობავატო ყოფილი იყოს ჩემი ფეხი შენ სტუდიაში. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე და როგორც მოგესალმებით, მე ვარ მერაბ დვალიშვილი, როგორც ხედავთ ვიყოფებით ვატოს არხზე. UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, როგორ ხარ მერაბ, როგორ გრძნობ თავს? კარგად, შენ როგორ ხარ ვატო? კარგად, მადლობა. თქვენთან ერთი თხოვნა მექნება, რომ სანამ დავიწყებთ ინტერვიუს, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. ეხლა კი მოდი დავიწყოთ. გავკომენტარეთ და გამოიწერეთ. მერაბ როგორ ხარ პირველ რიგში, როგორ გრძნობ თავს? რა გამახსენე კაცო? რატო? დავიწყებული მქონდა. ხო, ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი რიგზეა. ხუმრობით. კარგად ვარ. მემზადები ძალიან მაგრამ თავს არ ვზოგავ. მიუხედავად იმისა, რომ პიტერიანს ერთხელ უკვე შევხვდი და მოუგე, ეგ არაფერს არ ნიშნავს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ბევრ ცვლილებებს შეიტანს თავის საბრძოლო არსენალში, ბევრ გამოცდილებას მიიღებს, რადგან ის წაგებულია და დარწმუნებული ვარ დღემდე მაგაზე ფიქრობს და ბევრ იმ შეცდომას, რაც მაშინ დაუშვა, გამოასწორებს და ეს ახლა უკვე ახალი ჩხუბია, ახალ დღეს და მაგის მერე ბევრი დრო გავიდა და მეც შესაბამისად არ ვაკლებ შრომას იმისთვის, რომ მაქსიმალურად 100%-ით შევხვდი ამ ბრძოლას მომზადებული. კი, 6 დეკემბერს გაქვს პიტერიანთან ბრძოლა. შეიძლება კითხო, რომ შენთვის ახლა ეს მეოთხე ქამრის დაცვა არის ამ წელიწადს და თუ საიდუმლო არ არის, რატო გადაწყვიტე ესე სწრაფად აგეღო პიტერიანთან ბრძოლა, მალევე ჩაგიტარებინე? რამოდენიმე მიზეზი მაქვს მაგისთვის. ერთი მიზეზი ის იყო, რომ ეგ იყო ჩემი სურვილი, როცა ჩემპიონი გავხდი, მინდოდა რომ აქტიური ყოფილიყავი და ბრძოლები მალ-მალე დამეშნოდა, რადგან ყველამ ვიცით, რომ როცა UFC-ში ხარ და ჩვეულებრივი მებრძოლი ხარ UFC-ს, ელოდები ბრძოლებს და ბრძოლები შეიძლება რამოდენიმე თვე არ დაგენიშნოს და უბრალოდ ვარჯიშობ, ხარ ფორმაში, იცი რომ ბრძოლა არ გაქვს და რა ვიცი, არ ხარ ფორმაში და მოკლედ ძალიან ცუდია მოლოდინის პერიოდი რა. და როცა ბრძოლა გენიშნა, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობაა და მე ესე მინდოდა რომ ყოველთვის მინდოდა რომ აქტიური ყოფილიყავი, ყოველთვის მინდოდა რომ ბრძოლები დანიშნო და ამის მეორე მიზეზი ის არის რომ როცა ბრძოლა არ მაქვს, უფრო მეტად ვაძლევ ჩემ თავს, აი დაუშვათ მოგზაურობის უფლებას, აი მაგალითად ვინმე ჩემს მეგობარს რომელიღაცა შტატში ან ქვეყანაში როცა ბრძოლა აქვს, სიამოვნებით წავალ რაღაცა იქ ძველი მეგობარი დაუშვათ ირლანდიაში პატიჟებს, იქაც ეხა ბრძოლა რომ ხონდა, იქაც წავიდოდი დაუშვათ და ანუ ეხა ჩემპიონი ვარ და მინდა რომ აქტიური ვიყო და რა თქმა უნდა ეს დამატებითია, რა თქმა უნდა ისტორიული მოვლენა იქნება, ღმერთის წყალობით მეოთხე ბრძოლა და გამარჯვება ხო ღმერთის წყალობით საერთოდ დაგლიჯავს და კიდევ ერთი პატარა ისტორიული მომენტი იქნება, რეკორდი იქნება. დიდი ისტორიული მომენტი იქნება ვიტყოდი. და რავი, მოკლედ ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს მაგისთვის და თან ეხა დეკემბერში ვაპირებ ბრძოლას და მერე რაღაც პატარა ტრავმები მაქვს, იმედია საოპერაციო არ ვიქნები ამ ბრძოლის მერე და ვფიქრობ, რომ მარტში ისევ დავბრუნდე და დეკემბერი, იანვარი, ფებრვარი და მარტი სამ თვეში დაახლოებით ისევ მინდა რომ დავბრუნდე და ეგეც მაგარი იქნება, რადგან მე მარტის შემდეგ ივნისში White House-ში, ანუ თეთრ სახლში ძალიან დიდი ალბათობით მომიწევს ბრძოლა, რადგან ღმერთის წყალობით ჯერ კამარა უნდა შევინარჩუნო. და მე ისია თუ ასია ამერიკის მოქალაქე ვარ და სხვა ამერიკის ჩემპიონი არ არის. არ არის ხო, ამერიკელი არ ვარ, რა თქმა უნდა და ვერც ვიქნები არასოდეს, მაგრამ ტექნიკურად ვარ რა. ამერიკა შესივეძია ეხლა რომ შენი ყველა ბრძოლის შემდეგ ყველა აღნიშნავს აბსოლუტურად რომ გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ხარ, განვითარებული ხარ სხვადასხვა მიმართულებით და ეხლა ხომ არ აღნიშნავდი რამეს ამ ბანაკში რამეს სხვა რაკეთებ განსხვავებით წინა ბანაკებისგან?
რამე განსხვავებულს არაფერს, უბრალოდ ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ, ემზადები რაც შემიძლია. ჩემი წვენი იცით რომ ეხა წასულია დაუშვათ ვეილის კუთხეშია, ასევე ჩვენი კიდევ ახალი გუნდელი ჩეპეც ბრძოლობს და მათ ეხმარება და ასევე წინა კვირეებშიც ესე გასვლები უწევს ესენი. ძირითადად გუნდთან ერთად ვარჯიშობ ხოლმე, სპარინგები, ჩაოლება ჭიდაობა, საღამოები ჯიუჯიტსუს დავდივარ და მოგეთ ულტრამა ფიზიკურად ვარჯიშობ და რა მაქსიმალურს ვდებ ნამდვილად კარგ ფორმაში ვარ. ბევრი ამბობდა რომ აი ამდენი ბრძოლა და რაღაცა, არა, პირიქით კარგ ფორმაში ვარ, უბრალოდ რაღაც პატარა ტრამები მაქვს და იმედია მანამდე ყველაფერი მომიშუშტება, ან ხელს არ შემეშლით ბრძოლაში და წონის კლებასაც იმედია კარგად გავვლი, იმიტომ რომ ყოველთვის სტრესავს, ყოველთვის ნერვიულობ და მოკლედ ნახოთ ყველაფერი კარგად იქნება მართლაც. შენ ერთხელ მითხარი რომ შენთვის ყველაზე რთული ბრძოლა მენტალურად იყო პიტერიანთან. რადგან რუსი არის მოკლედ ესე ვთქვათ და მზად იყავი რომ საკუთარი თავიც კი მოგეკლა დამარცხების შემთხვევაში და ამაზე სრულიად სერიოზულად მესაუბრე რამოდენიმეჯერ მახსოვს რომ არ განიხილებოდა სხვა ვარიანტი და ეხლა რისი კითხვა მინდა იცი რა თქმა უნდა ეს სტრესის ფონზეც იყო რომ პასუხისმგებლობას გრძნობდი საკუთარ თავთან ქვეყანასთან და ასე შემდეგ და ეხლაც თავის მოკლას აპირებ თუ შეიცვალა რა არა რაღაცები შეიცვალა რა თქმა უნდა ჩვენ სპორტსმენები როცა რუსებს ხვდებით ყოველთვის ვალდებულებაა რომ აი მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ყველაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის რა და სპორტში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ დავამარცხოთ და ხო რა სპორტში მაინც დავამარცხოთ რა და ეგ ფაქტი არ შეიცვალა რომ ის რუსია როგორც მებრძოლი გულშემატკივრობდი ჩემი ბრძოლის შემდეგ იმიტომ რომ როცა მას ჰქონდა ბრძოლები მინდოდა რომ მას გაემარჯვა რა და მოკლედ იმდენი გულშემატკივრი ეხლა ძალიან მიჭირს რომ დავბრუნდე იმ გაბრაზების იმაზე ტალღაზე რა თან ადრე დაემატა ის რომ ალჯოზე ცუდ რაღაცებს ამობდა მეც 0 მიწოდა და მეც არ მაფასებდა ზემოდან მიყურებდა და მოკლედ არასწორად იქცეოდა რა და მაგიტომ ძალიან ორმაგად გაბრაზებული ვიყავი და ეხლა უნდა გავახსენოთ ჩემ თავს რომ ისევ იგივენაირად უნდა გავბრაზდე და ერთი წამის მოდუნების უფლება არ მაქვს, უნდა ვიბრძოლო ბოლომდე და როგორც ვთქვი, ეს არის ახალი ბრძოლა, ახალი გამოწვევა და მართლა ერთი წამის მოდუნების უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ მაგარი მებრძოლია და რა ვიცი, მოკლედ რთული ბრძოლა იქნება სხვადასხვა, იმიტომ რომ კარგად იცავს ესეც რა, როგორც კორი სანჰეგანი და კორი სანჰეგანი გადამყავდა, მაგრამ მალე მიდგებოდა და ეს პიტერიანი ძნელი გადასაყვანი იქნება მიწაზე იცი თქვენ 59 ჯერ ვცადე და მხოლოდ 13 ჯერ შევძელი ისიც ვერ დავაკონტროლე დაბლა მაგრამ ვფიქრობ რომ ეხლა გაცილებით უფრო მაღალ დონეზე შემიძლია მიწაზე კონტროლი მოწინააღმდეგის ვიდრე ადრე და რა ნახოთ ბრძოლა გვიჩვენებს რა 25 წუთი უნდა ვიბრძოლოთ და კიდევ ვიძახი ერთი წამიცვლის ყველაფერს ერთი დარტყმა ერთი რაღაც ტკინეულეთი შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს ხო ნახოთ მე მოკლედ ყველაფერს ვაკეთებ და ყველაფერი კარგად არის რა უკვე 3 კვირაა დარჩენილი და ეხა მოკლედ დიეტაზე ვარ ამ მომენტში და ვაკეთებ სატესტო დიეტას რა ეს ერთი კვირა საერთოდ სწორკვებაზე ვარ ხოლმე მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში და ბოლო ერთი კვირა გადავდივარ მკაც დიეტაზე და წონის კლებაზე და ერთ კვირაში ვიკლებ ხოლმე, მაგრამ ეხლა ვცდილობთ რომ მოკლედ კილონახევრით ნაკლები ვიყო როცა დავიწყებ და ნახავთ რა მოკლედ პატარა ექსპერიმენტს და პატარა ტესტს ვაკეთებ და ნახოთ როგორ აისახება მოკლედ წინა ბრძოლაზე კორი სანჰეგანის წინა ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ვცადეთ და ტესტი გავაკეთეთ ცხელ წყალში ჩაწოლის, მაგრამ
სხვები რო იკლებენ დაუშვათ 4-5 კილოს, მე ვერ დავიკელი 1 კილოზე მეტი და მოკლედ ხო, მოკლედ რაღაცები მუშაობს ჩემს ტანზე, რაღაცები არ მუშაობს. ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ამასაც ვცდილობ ხა რომ ანუ კითხეს ხოთა შორის ეს UFC-ს დიეტოლოგს და მან მისჩია ესე, მაგრამ ნახოთ რა, ჯერჯერობით მიყვები და მე ერთი კვირა მექნება ისე ჩემს რეჟიმზე გადასვლა და მე ბოლო კვირა ისე გადავალ კაცრ დიეტაზე რა. ეს ატესტო არის უბრალოდ დააკვირდები. ხო, ეს ერთი კვირა ეხლა ანუ ამ ატესტო დიეტაზე ვიქნები, ნახოთ აი ამ ანუ უბრალოდ ულუფები შევიმცირე, ცოტას ვიკვებები და აი შუაში რო დავუშვათ რაღაც იოგურტი ჭამო ან თაფლი ან ხო სხვა რამე რაღაც სხვა შემთხვევაში თუ რაღაცა უბრალოდ სწორად უჭამდი, მაგრამ რაოდენობას ბევრს, ეხლა სწორად ჭამ, მაგრამ რაოდენობას ცოტას რა. და წყალი ჯერჯერობით რამდენიც მინდა, რა როგორც ორგანიზმი ითხოვს ისე რა. და რა ნახოთ რა, ანუ ხო ესეც იმებში ვარ, რავი, ანუ ვცდილობ რომ ადვილი გზები მონახო წონისკლების, მაგრამ არასდროს არ არის ადვილი, ყოველთვის ერთადერთი მაღაზე წუწუნებ ხოლმე და ყველაზე ძნელი ეგ არის დამეთახმება ვატო და მოკლედ ესე რა. კი. იცი ისი თქვა მინდა და მე რა პიტერიანი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ყველაზე ღირსეული იყო, ალბათ ვისაც ეკუთვნოდა გამარჯვება ბრძოლა, 3 გამარჯვება აქვს ბოლო მარცხის შემდეგ. თან კარგად დაბრუნდა. შენ როგორ ფიქრობ ამ ყველაფერს? კი, ნახდათ ყველაზე ღირსეული და დამსახურებული ოპონენტია ამ შემთხვევაში ჩემთვის, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ხო ბოლოს ჩემთან წააგო და მაგის მერე ძალიან კარგ სპორტსმენს მოუგო, სონგი დონგს, დევისონ ფიგეროდოს და მარკოს მაგიის რა. თან მანამდე ჩემთან წააგო მხოლოდ აშკარა უპირატესობით და დანარჩენი ერთი ქონდა ომალისთან და ისიც ომალისთან ეგ იყო სადაო ძალიან და ბევრი თვის პიტერ მოიგო და ყოველ შემთხვევაში გაყოფილი გადაწყვეტილება იყო რა. საჯების გაყოფილი ზოგმა ამას მიცა, ზოგმა იმას მიცა. იგივე იყო ნუ ალჯოს მეორე ბრძოლაში. ყოველ შორის ერთი წაგება ქონდა მას მანამდე ACS ორგანიზაციაში და იქაც თავი ჩაარტყა მოწინააღმდეგეს რა. და მაგიტო წააგებინეს, თორემ ბრძოლას უყურე და იბრძოლა მოიგო. საინტერესო. შენ სპარინგ პარტნიორებზე მინდა კითხო, მე რასაც ვაკვირდები, სულ ცვლი ხოლმე სპარინგ პარტნიორებს ყველა კემზე მოწინააღმდეგების მიხედვით და ეხლა რამდენი ადამიანი ყავს ეს შერჩეული ზოგადად რომ მოგვიყვა უბრალოდ ამ ბიჭებს? ხო, საბედნიეროდ სადაც ვარჯიშობს სინდიკატ MMA-ში სპარინგ პარტნიორები კარგად უყავს და ხო ვცდილობ ხოლმე რომ დაახლოებით შესაბამის პარტნიორს ვესპარინგო, რომელიც კარგად იცავს წაქცევებს და დგომშიც კარგად არიან. ერთი მყავს უნიკალური ესეთი კამერონი, რომელიც ალბათ ყველა იმას ითვისებს რა, მაგრამ 2 რაუნდს მიქაჩავს მეც ვერ. ყველაფერს ითვისებს და ყველაფერს იტანს. ხო რა. აი ხა ბოლოს 3 რაუნდი მესპარინგა რა. კაიო სადაშოეს ხო და ვატყობო ნენელად, მაგრამ ძლიერდება ჩემთან კი ძლიერი ბიჭია, მაგრამ უფრო და უფრო მიჭირს ხოლმე მაგასთან სპარინგი, იმიტომ რომ ამოღამებს ჩემს სტილს და რთული არის ხოლმე. და ანუ ეგ ვცდილობ რომ ხა მაგალითად პიტერიანის შემთხვევაში ისეთ ბიჭებს ვესპარინგო, კიდევ ვიძახი, ვინც უფრო დგომის მაჩხუბარია და კარგად იცავს ჭიდაობას რა. და ნუ კორი საჰენგანთან უფრო მაღალი და ეს შემდეგ რა. აი რამოდენიმე უკრაინელ ბიჭებს ესპარინგე, რამოდენიმე დაჟე რუსაც და რა მოკლედ. ხო რა, მოკლედ. აქ ამერიკელები რა თქმა უნდა, ხო ესე რა, ნუ ვცდილობ რომ კარგი სპარინგ პარტნიორები მყავდეს და კარგი პარტნიორი ესპარინგო რა. ადრე იცით რომ მხოლოდ ერთი ალჯამაი სტერლინგი მყავდა და მე ხან ჰენის ეხუდო ვიყავი მისთვის, ხან TJ დილიშო ხან პიტერიანი და ანუ მე ვცდილობდი რომ იმის მიმიკა გამეკეთებინა და ამაში ვეხმარებოდი და მე როცა მქონდა ბრძოლა ის ცდილობდა ხან ჯოსი ალდო ყოფილიყო ხან კოდი სტეიმანი და ხო მოკლედ ესე
ჩვენ ორი ვიყავით ძირითადი სპარი პარტნიორები, რომლებიც სუმზად ვიყავით, თუ ტრამა არ ქონდა ერთმანეთის გაგვეძლიერებინა და მაგ შემთხვევაში როცა ნიუ-იორკში ვიყავით და სხვა სპარი პარტნიორი არ მყავდა, მართლა ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ალჯამაი სტერლინგიდან, გავძლიერდი, რა თქმა უნდა, ერთმანეთს დავეხმარეთ ვარჯიშებში და მერე რომ ჩამოვედი ვეგაში და ნახე რომ აქ ვაუ, თურმე რა ადვილი ყოფილა ცხოვრება, რომ ყველაფერი ახლოს არის, სპარი პარტნიორები არის, სიმშვიდეა და საათობით არ გიწევს მანქანით სიარული და მოკლედ საცობში დგომა და ასე შემდეგ მანქანის დასაყენების თან ისიც ის არის რომ ერთი ქართული რესტორანი არ არის აქ ლას-ვეგასში და დღეს საუბრობდით მაგაზე სხვათა შორის რომ მაგაში პლუსებიც არის და მინუსებიც არის. ხო რა, იმიტომ რომ მართლა სპორტულად ცხოვრობ აქ რა, ანუ ვარჯიში, სახლი და იცი რომ ისედაც ვერ ვისვენებ რა ღამე თუ ვარჯიში ვარ რა ფაქტიურად და არ ვიცი ეს რომ ადრე რამდენამეს ვასწრებდი და ეხლა ფაქტიურად ისე მაგრა შეცვალა ხო ჩემპიონობამ შენი განრიგი და გრაფიკი ვიტყვი რომ ბოლო 2 წელია რაც ხო უფრო მეტად დავიტვირთე რა ანუ ბევრ რამეში რა და რა თქმა უნდა ჩემპიონობამ მაგრად არ ვიტყვი მაგრამ რა თქმა უნდა შეცვალა რომ ანუ უფრო მეტი საქმე გამომიჩნდა ინტერვიუ და ეხლა აი ყოველ დღე რაღაც გადაღება მაქვს, ყოველ დღე რაღაც ინტერვიუ მაქვს და რა ვიცი, მოკლედ, მაგრამ ერთი რამე კი არის, რომ ცოტა უარისმაც ვისწავლე რა, რომ ანუ ვიღაც ინტერვიუზე ყველას ვერ ვაძლევ რა ინტერვიუს, ადრე ხარ შემეძლო უარისმა, არაფერზე არ შემეძლო უარისმა რა. ეხლა ნუ ის თქვა მინდა რომ ანუ უბრალოდ ფაქტია შეუძლებელია და ადრე კიდევ მაგრად ვისტრესებოდი რომ აი SMS-ს თუ ვერ პასუხობდი ძალიან მაგრად ვისტრესებოდი რა ანუ ვერ პასუხობდი რა თქმა უნდა რა მაგრამ ეხლა უკვე მაგასაც შევეჩვიე რომ ანუ რა ვქნატო ანუ ერთი ადამიანი ვარ ეხლა შენ რო წაგაგითხო ჩემი SMS-ები შენ რა აზრი აქვს ანუ შენ რომ მითხავ რა აზრი აქვს ანუ არ გამოდის რა მე უნდა წავიკითხო ან დავხედო ან ვერც ვნახო ან გამოჩეს და მიჩვენია ეს მე ვნახო ერთი კვირის მერე ან ორი კვირის მერე ვიდრე რაღაცა და ნუ მოკლედ ხო მოკლედ საბედნიეროდ იმდენი ადამიანი მეგობარი გუნდელი და კარგი ადამიანი მყავს გარშემო ბევრი მწერს მაგრამ ძნელია რომ ყველას უპასუხო და ვერ პასუხობ რა ყველას თუ რა მნიშვნელოვანი იქნება რა თქმა უნდა რაღაც მაგრამ ეხლა როგორ ხარაშვები ხო ხარ კარგად კიძო და მაგას ინტერნეტშიც ვდებ რო როგორ ვარ მე მგონი ერთხელ უნდა გავაკეთოთ კრებული ამ სასაცილო შეტყობინებების რაც არის მოწევილი შენთან და ასე შემდეგ. აი просто მაგისთვისაც არცალია რომ ჩაუждე და ამოკრიბო ეგ რა ერთი რომ მომიცალო ჩვენ მაგისტისო სასაცილო ეს ცალკე ვიდეო არის მაგაზე გადასაღები ძალიან მაგარი იქნება. მე დიდხანს არ მინდა რომ მოგაცდილო იმიტომ რომ ხამის 3-ის ნახევარია ეხლა და უცებ რაღაც ესეთი კითხვა გამიჩნდა თავში. მართლა 3:26 წუთია ჩასტო კამერაში უარის თქვა მადლობა ვაფასებ. აი მართლა მაინტერესებს როგორც ჩვენს მეგობარს და ისე რომ ბრიუს ბაფერი რო აცხადებს შენ სახელს აი უკვე რომ მომენტში მაშინ რას გრძნობ ხოლმე რა. აი ძალიან მშვიდად კომფორტულად რა აი ძალიან უკვე როცა აქტიგანზე ვდგევარ იქ всё ყველაფერი დამთავრებულია რა ის სტრესი რაც ახლავს ამ მომზადების პერიოდს რომ აი ეხლა მაგალითად ხვალ მიღვიძებ ადრე პირდაპირ დარბაზში მივდივარ ვარჯიში მერე გადაღებები მაქვს რაღაც ფოტოსესია მაქვს მერე ნუ რა თქმა უნდა ნუ ეხლა იმას თავი დავანებოთ რომ მოწესრიგება შეგება და უცებ რაღაცა წავიხემსო იმიტომ რომ დილით არ ჭამისე გავდივარ ხოლმე სამსახური მაშინ რა ქვია სავარჯიშოდ შემდეგ მეორე ვარჯიში მაქვს საღამოს და ხვალ დასაგეგმი მაქვს ანუ ხვალ რო პერსონალური ვარჯიში მინდა რომ ვივარჯიშო ბიჭებთან ერთად და ანუ ბიჭები მე უნდა შევკრიბო ვისთან მაწყობს ვარჯიში ვინ უფრო ნაკლებად ამაზიანებს ან რაღაცა და ანუ გავიარო დეტალურად თუ როგორ ჯობია პიტერიანთან ბრძოლა და ეს შემდეგ
და ანუ ეს დროს ენერგია მიაქვს ამას რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ზეგი ისევ იგივე სპარინგები ვარჯიშები კვირასაც კი ვარჯიშობ და ამას მოყვება ცოტა ტრავმები ცოტა მან რაღაც ანუ ისეთი დაძაბული სულ ინტერვიუები რაღაცები და ანუ და მე ბოლო კვირა ხო წონის კლებაა და ეს ხო ჩემთვის საშინელი სტრესია და უნდა დავთვალო ერთი რამდენი ინტერვიუს ვაძლევთ ამ წონის კლუბის პერიოდში რა ბოლო იმაში და ვაჩვენოთ ხალხსაც რა კორისთან დავთვალე და 26 ინტერვიუ ქონდა 2 დღეში ეს იყო ფიზიკური ინტერვიუებიც ესე რომ მიდიოდი სხვადასხვა ჟურნალისტებს ზუმიც და ეს რაც ოფიციალური იყო რაც ოფიციალურად ეს რაც UFC-მ რაც დაგავალა ესე ვთქვათ ოფიციალურმა სამსახურმა რომ და ეხლა მაგალითად დღეს ჩავწერე კამარო უზმათან და ჰენი სეჰუდოს პოდკასტი pound to pound-ზე და ნუ ეს მეგობრულად მთხოვეს რა თქმა უნდა და ანუ ხო რა თქმა უნდა ეგეთი რაღაცა კი ცალკე გადაღებები პლუს ხო სარგი კიდე ჩემი რაღაცეები ხო და მოკლედ ეს მომზადების პერიოდის სტრესი, მერე წონის კლების სტრესი, ეს ინტერვიუს და ამ ინტერვიუზე ერთი და იგივეს გეკითხებიან ტიპები და თან ყველას უნდა რომ რაღაცა სკანდალური თქვა რა. ყველას ხო ეს დრამა ინტერესებს, ყველას ეს რაღაცა ისეთი უნდა და მერე ანუ თუნდაც წონას ჩავაბარებ, მერე აღდგენაზე ვფიქრობ, მერე გამოძინებაზე ვფიქრობ, მერე დილით გახურებაზე ვფიქრობ. მე გახურდები, მე უნდა всё გაემზადო, ჩაალაგო, ჩოხა ჩაიცვა, არ დაგჩეს პაპახი კვილების დამცავი, დროშა, ესა შემდეგ და მიდიხარ всё აქტიგანზე და იქაც ბრძოლის წინ ხდება დოპინგზე შემოწმება, მე ხელზე დახოვები, კომისია გამოწვევს, ხელთმანები ჩაცვა, ხელთმანები როცა მოაქვთ ყოველთვის გასაწელია რა ეს ახლები როა ყოველთვის ხელზე გიჭერს თითით ტკენს და მე ესე არ ვჩხუბობ რა მე ვჩხუბობ ესე აი ხელები შეკრული და როცა ვკრავ ხოლმე ხელს სულ ტკენს ხოლმე თითებს რა ანუ ეს ისეთი ახალი რო არის დაუმუშავებელი აი თითებს შორის იმენა ტკივა ხოლმე და ეს ცალკე სტრესია და მოკლედ რო უკვე всё თან მაგ მომენტში რო ხურდები იქ ვიღაც შენი ნაცნობი ჩხუბობს აი ტელევიზორია ჩართული რაღაცნაირად რაღაცა ფიქრობ რომ კარგად განეწყო რაღაცა და მოკლედ როგორც კი შენ მუსიკა ჩაირთვება და გადიხარ всё იქ ყველაფერი უკვე კარგად არის შენ უკვე შესამყაროში ხარ რა ანუ გადიხარ უკვე საბრძოლველად იქ უკვე გააკეთებ შენს მაქსიმუმს და გული არ დასწრება რა იცი რომ შენ მე მაგალითად ყოველთვის გავდივარ ძალიან მშვიდად რომ ვიცი რომ შრომა ჩადებული მაქვს და რაც გასაკეთებელი მქონდა გავაკეთე და გავალ და უბრალოდ იქ ოქტიგანზე გავიტან და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ და ნუ დანარჩენი სპორტია ბრძოლაა და ღმერთის წყალობით შედეგს ყველა დაინახავს რა და გული არ დავწყდება რა რაც არ უნდა იყოს ახლა სპორტია კიდევ ვიზახი მაგრამ როცა ვიცი რომ მე ჩემი მაქსიმუმი გაკეთებული მაქვს ჩადებული მაქვს მაგაზე ანუ თუ მეთმარაქნას და მარცხი მოხდება, გული არ დავწდება, იმიტომ რომ ეცოდინება რომ ყველაფერი გააკეთე. ხო, ყველაფერი გავაკეთე მაგისთვის და ხო, როცა მაცხადებს ბრუს ბაფერი, რავი, შვიდათ, რავი. რავი, ცდილობ რომ რაღაცა მალე გავიდეს ეს დრო. მოტივაციასავით არის, რომ ესე აცხადებს, სპეშალ გამოცხადება, განსაკუთრებული. რა ვიცი, არაფერი, ანუ მოტივაცია რა ვიცი, ხა არ მაქვს ეგ შეგრძნება, რომ რაღაცა ის, ანუ არაფერი რა, ანუ ჩემი საქმეა ბრძოლა, ამდენი ადამიანი გიყურებს არენიდან და კიდე იმაზე ბევრად მეტი ადამიანი ტელევიზორში გიყურებს სოფლის სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ მაგ პრეშინგს არ გძნობ, ერთადერთი სხვადასხვის პიტერიანთან გძნობდი, რომ ეხლა მე ვიცოდი, რომ მთელი საქართველოს მიყურებდა და ელოდებოდა მაგ ბრძოლას რა. და ეხლა რა ვიცი, ეხლა უკვე მე მგონი ხალხისთვისაც და ჩემთვისაც ერთი ჩვეულებრივი ბრძოლაა და ის შეგრძნებები არ მაქვს, როგორც თქვი, რომ ეხლა მაგალითად ამ თუნდაც და შეიცვალა პიტერი. უფრო ჰამბულ გახდა. ბოლბა. ხო, გაი ტიპი გახდა უფრო შედარებით და ხო რა ვიცი რა, ეხლა ყოველ შემთხვევაში უმარზე ღირსეულად იქცევა რა. უმარი კიდე დღესაც კიდე ვნახე სურათი, რომ კამართან იღებს ტიპის სურათს რა. იოსტევოს.
პიტერი. ეს გაუგზავნეს. ხო, პიტერს მაშინ მაიამიში ვიყავით და პიტერიც წონას ჩხუბობდა სონგი დოგთან მაშინ რომ შევხვდით და შენ წარმატებებიც უსურვე. წამოგორებული იყო ესე. თვალებით გიყურებდა ესეთი მკვდარი იყო წონის კლებისგან და ანუ მაგის გულდელებსაც არაფრის თქვის თავი არ ქონდა რა, არავის ანუ ყველა თავის წონის კლების გასაჭირში იყო ჩვენ აქეთ სააკეჩველთვის. კი. რა თქმა უნდა, ხო მივედი და უთხარი რომ მეთქე წარმატებები და უოჭოლი უნდა მოიგო მეთქი რა და კიო მოვიგებ რა. მოიგო კიდევაც. ხო. ეხლა ჩვენ არ გვეპარება ჭუშანს გამარჯვებაში. მადლობა მერაბ, დრო რომ დამითმე. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ მთელი სულით და გულით და ქართველების ხმას გავაჟღერებ კიდევ ერთხელ ესე უყვართ ხოლმე თქმა რომ მერაბს უთხარიო რომ მთელი საქართველო მის გვერდით ვართო და ბოლომდე მიაწვის. მადლობა საქართველო. მე როგორც ერთი რიგითი სპორტსმენი, მებრძოლი, ყოველთვის გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს და იმ ერთი აგურის დადებას ჩვენი ქვეყნის წარმატებაში და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, რაც ვიცი, სპორტი და მე მგონი ინფლუენსერიც გავიჩინე. Bro, you are legend, ლეგენდა ხარ ძმო. დროებით მეგობრებო, წარმატებებს გისურვებთ და შევხვდებით ერაბის ბრძოლაზე. აბა